მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით. გამოვხატავ მადლიერებას თქვენს მიმართ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემთან, გამოდიხართ უკავშირს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის და მე მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. მოდი ნახოთ, რა ხდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის პირად ცხოვრებაში ახლა. მაგრამ მანამდე ვნახოთ სიგნიფიკაცია ამ ადამიანის. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ვინ არის? ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია ფინანსურ კეთილდღეობაზე, სტაბილურ მდგომარეობაზე, ადამიანი, რომელიც შეიძლება წარმატებულია თავის საქმეში, შეიძლება აქვს თავისი საყვარელი საქმე ან რაღაც ბიზნესი, ადამიანს ეს არ არის პატარა ბიჭი, თუმცა თუ არის ახალგაზრდა ადამიანი, საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში და დიდი ალბათობით ეს ადამიანი დაოჯახებული ადამიანია, რომელსაც აქვს სტაბილური ოჯახი. ნახოთ კიდევ როგორი ადამიანია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. კი, მეგობრებო, აქ უეჭველი ეს ადამიანი არის დაოჯახებული. ადამიანია ისეთი, რომელიც წონის თავის მოქმედებას, გრძნობებს, ანგარებიანიო მთლად ვერ ვიტყვი, მაგრამ ადამიანი არის ისეთი, რომელიც რაღაცას რომ გაიღებს, უკან ელის იმდენივეს, რასაც გაიღებს ეს ადამიანი, მას სურს, კარგით და ცუდით უკან მიიღოს დამსახურებულად. ეს ადამიანი საკმაოდ მიწიერ ენერგიებშია და ვგულისხმობ იმას, რომ მისთვის სტაბილური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური სტაბილურობა, სამსახური, ასევე ის სტაბილურობა, რასაც ოჯახი ქვია. თქვენ იცით, რომ საჯარო გაშლა და ყველას ვერ მოერგება, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს დამუშავდეს ბანკში, ან ბიზნესი ქონდეს საკუთარი. კარგით, ნახოთ, როგორა ახლა ეს ადამიანი? როგორ არის ახლა ეს ადამიანი? მეგობრებო, ახლა და ამჟამად შეიძლება ამ ადამიანს რაღაც შეხება უწევდეს კანონთან, შეიძლება რაღაც კონდეს გადასაწყვეტი, შეიძლება ეს იყოს განქორწინება, შეიძლება ეს იყოს რაღაც მქონებრივი დავა, რომელიც სურს, რომ სათავისოდ გადაწყვიტოს და ის თვლის, რომ აუცილებლად მიიღებს აქედან რეზულტატს და ფიქრობს, რომ სამართლიანია თვითონ და მიიღებს იმას, რაც მას ეკუთვნის. შეიძლება, მეგობრებო, ეს ადამიანი იყოს ასევე მუშაობდეს ძალოვან სტრუქტურებში, ან იყოს მოსამართლე, ადვოკატი, არ ვიცი, და შეიძლება სწორედ იმ პროცესებს აჩვენებდეს, სამუშაო პროცესებს, მის სამუშაო პროცესებს აჩვენებდეს, სადაც ის მოღვაწეობს და
ძალიან წარმატებულია და ამ ადამიანს საკმაოდ დიდი თვითშეფასება აქვს თავის მიმართ და ფიქრობს, რომ ის პროფესიონალია და ის ყველაფერს კარგად გაართმევს თავს და როგორც მას სურს, ისე იქნება. კარგით, მეგობრებო, მოდი ვნახოთ ახლა. რამდენად ბედნიერია ეს ადამიანი ამჟამად. ეს ადამიანი საკმაოდ ჩაკეტილია თავის ემოციებში და გრძნობებში, მინდა გითხრათ. მან გადაწყვიტა, რომ დაასრულოს თავის გრძნობებზე საუბარი, თავის თავთანაც კი გაურბის აი ამაზე ფიქრს ახლა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში აი იმ თვითშეფასებას, რაც მე ზემოთ ვახსენე, უკარგავს აი ამაზე ფიქრი. რა წუხებს, მაშინ ასე ვიკითხოთ, რა წუხებს ამ ადამიანს? აი ეს გულნატკენია, ემოციურად ფიქრობს, რომ არ გაუმართლა მას, ალბათ იყო ისეთ ურთიერთობაში, სადაც მოუწია წასვლა ტკივილით და მოუწია ძალიან დიდი ძალის ხმევის ფასად. ბედნიერია ეს ადამიანი. ბედნიერია. არა, მეგობრებო. ადამიანს ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული ბედნიერების მხრივ. მასში უბრალოდ ბედნიერების ნაპერწკალი ახლა და ამჟამად არ ჩანს. ძალიან ჩაკეტილია ის თავის გრძნობებში, აი ამ თავის ტკივილს, გულის ტკივილს არავის არ უმხელს და ძალიან ხშირად ცდილობს, რომ თვითონაც გაექცეს თავის თავს, გაურბის თავის გრძნობებზე ფიქრს, თავის ემოციურობას არ იმჩნევს, მაგრამ რეალურად ძალიან დიდ ტკივილს ატარებს და თითქოს აი ახლა გადის ბოლოში და ძალებს იკრებს, რომ გამოვიდეს აი ამ დიდი ტკივილიდან. მოდი გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში ახლა და ამჟამად? რა ხდება მის პირად ცხოვრებაში ახლა? ასია, მეგობრებო, უცა ბედად ამ ადამიანს ჩამოეშალა ბედნიერება, ჩამოეშალა დაენგრა დიდი ხნის ნაშენები, ეს იყო გრძნობა, ემოცია თუ სიყვარული ჩამოეშალა და ახლა საკმაოდ სევდიანია, საკმაოდ გულნატკენია და ახლა მის პირად ცხოვრებაში სახარბიელო არაფერი არ ხდება. კიდევ რა ხდება მის პირად ცხოვრებაში? არის ოჯახში, მინდა გითხრათ და ვითომ ბედნიერების ზენიტში ტკბება აი ოჯახური გარემოთი. მისთვის უბრალოდ ჩვეულ სიტუაციაშია, მან აირჩია აი სტაბილურობა, რაცაც ოჯახი ქვია, მან აირჩია აი სტატუსი, რასაც ოჯახის უფროსი ქვია,
და თითქოს აი ესე გარედან იფერებს აი ამ მდგომარეობას, მაგრამ რეალურად თავს არ გრძნობს ბედნიერად. რა ხდება კიდევ? რაღაც გარდასახვა ხდება მის პირად ცხოვრებაში, რაღაც უჩვეულო ხდება და რაღაც მოლოდინები მაინც აქვს იმედი, რომ აი ამ სევდიან განწყობას, აი ამ სევდას გაუმკლავდება როგორღაც და აჯერებს თავის თავს, რომ მე ყველაფერი შემიძლია, მე ესეც გამომივა, სწორედ აი ამ პოზიციაზეა ეს ადამიანი. და კიდევ ერთხელ ვიკითხავ და ჩავეძიები, ბედნიერია ეს ადამიანი. გონებაში ეს ადამიანი თავის შეცდომებს აანალიზებს და სხვათა შორის ეძებს გზებს, რომ გამოვიდეს აი ამ რთული სიტუაციიდან, ეძებს გზებს დააღწიოს თავი მოგონებებს და რაღაც მომენტში ცდილობს გათიშოს გული და გონებით იმოქმედოს და გამოვიდეს აი ამ ვაკუუმიდან, სადაც ახლა ის არის. მადლობა ძვირფასებო, ეს გახდათ საჯარო გაშლა, იცით რომ ყველაზე 100%-ით ვერ რეზონირდება. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომმართოთ მითითებულ ნომერზე, WhatsApp-ზე, მე კი დიდი სიყვარულით გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.